გამარჯობათ მეგობრებო, არხის განმწერბო, კარგო ხალხნო და საიგის მოყვარლობო ან დაინტერესებულო ხალხნო. მოდი ახლა პირდაპირ გეტყვით, ეს კალაშნიკოვის ავტომატი არ არის. ეს არის საიგა და დამზადებული არა საბჭოთა კავშირში, არამედ რუსეთში. აი აქაც აწერია, რომ იმავად სახსენებელ ქვეყანაშია დამზადებული. ზოგს ძალიან ეშლება, რომ არ იქა და კალაშნიკოვი, არაფერი კალაშნიკოვი ეს არ არის რა. ჯერ მარტო ეს პლასმასი ნახეთ რა რაღაცა. ის არის რაღაცა. მოკლედ იკეცება კიდევაც. და იკეტება. ეს იკეცება აი აქ ღილაკი აქ ესეთი. დააწვევით გახსნით. თვითონ ესაც არის დამზადებული რუსეთში. თუ ესე დაიკეცა, იარაღი ანუ არის ის. მაგრამ ეს საქართველოს ბაზრისთვის არის და საერთაშორისო ბაზრისთვის, ამიტომ ესე შეგიძლიათ ისრულოთ. რატომ უნდა ისრულოთ ესე არ ვიცი, მაგრამ ნუ ეგ ოფცია აქვს. მოდი ეს გავხსნა და ისე ვილაპარაკოთ. აი აქ. ესე საბჭოთა მოგონება, რუსების მოგონება არ არის. აი ამაზე ეგეთი რაღაცა დგება და ზემოდან პიკატინის თამასასავით რაღაცა უყენდება. შეგიძლია დააყენოთ ზედან ოპტიკა, ამის ხედვის მოწყობილო რაღაცა. ყოვლად მოუხერხებელი იდიოტობა ეხლა რასაც ამას უყურებს, წარმოიდგინეთ, თუ აქ რამე დააყენეთ, ეს აღარ დაიკეცება. ანუ ეს ეგრევე ფუნქციას დაკარგავს, თუ აქ თან ეს რაღაც პატარა არ არის, რაღაც აი ესეთი რაღაცა ზემოდან აჯდება რა იარაღს. მერე თუ ეს გიკეთიათ, ტარების დროს არის მოუხერხებელი, რა ზურგში გიტყავდა რამე. ხო, ნუ რა გახდა, ხო, ერთი პიკატინის თამასა ეს ხო არის თვითონ. შეგინდა რა არის კალაშნიკოვით მოწყობილი აღარ დავშლი რა. შიგ ზამბარა და ჩოვლიური კალაშნიკოვია თვითონ ნაწილები. ხარიცხი კიდე სხვა ლაპარაკია. საბჭოთა იმასთან შედარებით, რა ქვია, ავტომატებთან, კალაშნიკოვებთან. ეს საიგა რომ მოიგონეს სუპერად იყო იმაზე 5.6-ზე. და შუა აზიაში საიგარი ეგეთი ანტილოპა იმაზე სანადიროდ იყო გათვალისწინებული. და მე რა ვიცი, მონადირული თოფიდან გადავიდა სხვადასხვა კალიბრზე 5.56-ს მინახია. 5.55 მინახია, ეს არის 7.62. ეს ჭიდი კლასიკური კალაშნიკოვი. აი ესეთი ტყვია იდება შიგ. საკმაოდ ბობოლა ტყვიებია. ეს ამ ტყვემა 7.62 ჩაანაცვლა 5.45. იმიტომ რომ ნატო სტანდარტი ამერიკელებმა რომ შემოიღეს M4-ისთვის ამათ უყურეს საბჭოელებმა, მოდი ესე ვთქვათ. ეს მასიცაც დიდია. და უფრო არაზუსტია, ვიდრე ძალა ახლდან ძალა აქვს შემაჩერებელი, მაგრამ ხრეტაზე 5.45 უფრო ძლიერი ტყვია ხრეტაზე და მიზანში ვიდრე აი ეს. ამიტომ აი ესეთ კალიბრებზე უარი თქვეს. პირველი თოფები რაც იყო დიდი კალიბრები, ყველა. მერე შუალედური ვაზნა ქვია ამას რა. ანუ ეს ჩათვალეთო კარაბინის ტყვია დააპატარაო და რაღაც ცალკე არ მოუგონს. არის კიდე უნიტარული ვაზნები, რომელიც პირდაპირ ეგეთი შეაი მაგალითად როგორ ვთქვა, ლუგერის ვაზნა არის უნიტარული ვაზნა. არც ლუგერის ვაზნა რამეც არ გაკეთებულა და არც ლუგერი ამოსულა რაიმე სხვა ტყვიიდან. არა ეს ჩოულებრივი ჩათვალეთ რომ 7.62 კალიბრის ჭურვი ეს არის დაპატარავებული. მოგეთ ვაზნებზე ბევრს აღარ გავცელდები. მოდი აბა იარაღი არის თვითონ ხელს უკიდებთ. ცუდი მეთქი ვერ ვიწყე, მაგრამ რაღაცნაირი უჩვეულო დაფარვა რა. აი ეგრევე მიხვდეთ რომ საბრძოლო არ არის. ვისაც ხელში გჭერია და ხელი გადაგისვიოთ ავტომატიცი სხვანაირი ისა აქ რა ქვია. შეგრძნება რა. კალაშნიკოვს აგავს ვიზუალურად AK-74-ს. აი ესეთი კომპენსატორი უყენია იმასაც. ზოგი ალმახს ეძახის არ არის მართალი, კომპენსატორია ეგ დახვრეტილებია და ავტომატური სროლის დროს, ნუ ეს უკეთია, ეს სუფთა ის არის რა ქვია. მარკეტინგული ხრიკია რა. ავტომატური სროლის დროს ტენდენცია აქვს რომ წაიღოს მარჯვნიდან და ზემოთ. და ამან უნდა დაასტაბილუროს რა. თითით მაგას ვერ ის მაგრამ შესახედავად ხო რომ აი ნუ ნახაშერ კალაშნიკოვი ხლა ეს უარ ეყენოს და პირდაპირ გვალი კონდეს ხო რაღაცა ვიზუალური ამბავში აგებს რა და არ შეგვიძლია. ზუმბი უყენია როგორც კალაშნიკოვს და ხიშტის დასაყენებელი
გამოწეულებიც აქ, ანუ თუ ამის ხიშტი იშოვნეთ, ნებისმიერი კალაშნიკოვის ხიშტი ამაზე წავა. ეს სამიზნე უკანა. გვეუბნეო, რომ კილომეტრზე ვისვრიო, რაც ძალიან ესეთი რაღაცაა. ეს ჰორიზონტალ და ვერტიკალურად მოძრაობს წინა სამიზნე, უკანა სამიზნე მარტო ვერტიკალურად მოძრაობს, ჰორიზონტალურად არ მოძრაობს. მე პატრონე იძახის, რომ არ ვისვრიაო რა და შეიძლება გასწორებლიყო, შეიძლება არ, ნუ დავადგენთ რა. აი ესეთი რაღაცა არის, შახმატურად იდება, მჭიდში 30 ტყვია, ნუ მჭიდი რაღაც საბჭოთა მჭიდია, იქ აქ ერთი ნახრიტი. თუ ბოლომდეა გავს, ანუ თუ აქ დაინახეთ, რომ ტყვია ჩანს, ანუ გილზის ძირი, ხო? ესე იგი მთელი მჭიდი სავსეა რა. წინ კიდე აი ესეთი რაღაცა უყენია. ათ რუმინულ კალაშნიკოვს მაგონეს, მაგრამ ნუ მე მას არ ახონე, თვითონ ძალიან მოუხერხებელია აი ესეთი რაღაცა რა. იარაღი უნდა რა ვიცი, მე ესე ვარ მიჩეული, ზოგი ახაც კიდევს ხეს არ ვიცი. ნუ აქ მაინც ადამიანს ნუ მოკიდეთ, იმიტომ ეს ხელდება და შეიძლება რამე აღლიში მოიწიოთ რა. ეს. მოდი აბა ვისროლთ ახლა ეს კალაშნიკოვი და ნახოთ რას იზამს. თან ესეთი კალიბრი მაგრამ მიყვარს რა. მე AK-74 მაქვს, მაგრამ ძლიერი ტყვი აქვს და კაი ხმა აქვს რა. ვინც მეთანხმებით დაწერეთ. აჰა. იარაღის როლსო მორჩება აუცილებლად მჭიდი მოხსენით რაც გავაკეთე ხო გავაკეთე მაგრამ მაინც გახსენ და ვიზუალურად ჩაიხედე ჩიგრახდება დარწმუნდით თუ სიბნელია თითით მოსინჯეთ და მერე დასხდეთ წამო აბა ვნახოთ რა ხნა ერთგვარად ვესწოდი ანუ შუაში დაუმიზნე რა და თუ გვერდზე წაიღო მაშინ გვერდზეც უნდა ერთად მიყოს მოხვედრილი მოკლედ კითხაობას რომ მოვეშოთ გემრიელი სასროლია რა დენცაც კაი სუნი აქვს და რაღაცნაირი უფრო მშობლიურია იმიტომ რომ ჯელობიდან ეს იარაღი მეჭირა ხელში რა აჰა ყველაცდა ანუ იარაღი არის გასასწორებელი პირდაპირ არის მაღაზიიდან ნაყიდი ეს შეემრალი არ არის რას უყოლა რახა ნაცდა თან მოხვდა აი აქ აი აქ უმიზნებდი და მოხვდა აი აქ ნუ ეგ არაფერი ისეთი რაღაც არ არის სავალალო ამის ტყვეები იყიდება, იყიდით, წაიღებთ სადმე და 100 მეტრზე რო გაასწოროთ პეზე დააყენეთ და 100 მეტრზე ესროლით კაი შეჯგუფლობას რო გააკეთეს მე შეგიძლიათ უკვე შორმანძილზე სიცოცხლე მაგრამ 300 არის ისა 300 მეტრის იქით ადამიანი უკვე აღარ აჩანს შეიძლება ადამიანები ჯგუფს ესროლოთ თუ გამოფენილები არიან ესე იგი ყურემენ და აჩენი ვერაფერს ვერ გაარტყავთ შეგრძნებებია მაგარი კიდევ ერთხელ თქვი ეს იარაღი ჩემთვის არის მშობლიური აი შესახორცებული დანარჩენები მაინც რაღაცა როგორ არის ის ჯელობიდან რასაც მიეჩვევი შენი როა ნუ შენია რა საწყენია არეულია მაგრამ მე პატრონე ქართველი ადამიანი ჩვენი გამომწერია ბოლო ერთად წავალ და გემრიელად გავასწორებთ რო თქვა რომ ცუდი იარაღი არა ნუ კალაშნიკოვი არ არის ნამდვილი თორე დანარჩენი აი შეხედეთ რა
ვიზუალურად მშვენიერი რაღაცაა რა. იმის კომპენსირებას გაგიკეთებთ, რაც აი ეს კალაშნიკოვის ლომკას რო ეძახიან, რომ აი გინდა თუ არა კალაშნიკოვი უნდა გქონდეს რა. იყიდით R15-ზე იაფიღირს და ბევრი არაზე იაფიღირს. და კიდე რა უნდა მეთქვა, აი აქაც არის გაჭილი. აი აქ ჩემთვის გაუგებარია რატო, მაგრამ გაჭილია. ვითომ რომ ღვედი გავუკეთო, მაგრამ საკეთზე ღვედი რატო უნდა გავუკეთო, როცა შეიძლება აქ ღვედის დასაკიდი აქვს, რომელიც ეტრიალებს. აი ეს იყო საიგა 7.62-ს განხილვა. ხო, აი საიგა ზუსტი აბრევიატურა საიგა MK. და ეგ დამამზადებელი ქარხნის რაღაცა ის არის, რა ქვია. ლოგოაზის. დანარჩენით რა ვიცი, ნახეთ როგორი არაღია. გასწორებული არ იყო, არა უშავს გავასწორებთ. აი ესეთი რამე. ამითი გამოგემშვიდობებით, ნახეთ ეს კალიბრიც. თუ ნადირობთ და ახლო მანძილიდან დიდ ცხოველს გინდა ესწოლოთ, ეს არის თქვენთვის რა. თუ შორ მანძილზე უფრო AK-74. ნუ სხვა კალიბრი. კარგად ბრძანდებოდეთ, შემდეგი არ არის განხილვა.